ეს სამწუხაროდ მერი იქნება მინისტრი თუ სხვა რაიმე თანამდებობაზე მყოფი ადამიანები თვითონ ისინი და სამწუხაროდ უმეტესობა მათი ამომრჩევლების და მოსახლეობისა თანამდებობის პირებს განიხილავენ როგორც აი დიდ კაცებს, რომელსაც რაღაც ძალაუფლება აქვს, პრივილეგიები აქვს, სინამდვილეში ყველაფერი არის პირიქით. ყველა ეს ადამიანი თანამდებობის პირი თუ საჯარო მოხელე არის თქვენ მიერ დაქირავებული მუშაკი. ადამიანები, რომლებმაც უნდა გადაწყვიტოს თქვენი საჭიროები და პრობლემები, რომელსაც თქვენ დამოუკიდებლად ვერ გადაწყვიტავთ. თქვენ შრომობთ. ირჯებით თქვენ სახლს რემონტს გააკეთებთ, აიშენებთ, შულების მომავალზე იზრუნებთ, მაგრამ თქვენ ვერ გადაწყვიტავთ ისეთ პრობლემებს, როგორიც არის მაგალითად გზების დაგება, სანიაღრე არხები, ხიდები და ასე შემდეგ. ცალკეულად ვერც ერთი ოჯახი ვერ გადაწყვიტავს. ამიტომ თქვენ ხირავთ ადამიანებს, რომლებმაც უნდა მოაგვარონ ეს პრობლემები. ამის მოსაგვარებლად თქვენ აძლევთ მათ ფულს, რომელსაც თქვენ თითოეული იხდით. თქვენ როცა ყიდულობთ პულს, როცა ყიდულობთ შაქარს, როცა იღებთ ხელფასს, იმ თანხიდან გარკვეული ნაწილი მიდის საერთო ყულაბაში, რომელსაც ვეძახით ბიუჯეტს. აი ასე ეს ბიუჯეტი არის თქვენს მიერ შეგროვებული ფული და ის იქ ვინც იჯდება მერის თანამდებობაზე თუ სხვა თანამდებობის პირები და საჯარო მოხელეები ფულს აძლევთ მათ ხელფასის სახით იმისთვის, რომ განკარგონ ეფექტურად ეს ბიუჯეტი და მოგემსახურონ თქვენ, ანგარიში ჩაგაბარონ. შესაბამისად, ისინი კი არ უნდა გიყურებდნენ თქვენ ზემოდან. თქვენ უნდა შემოყურებდნენ თვალით, თქვენ საჭიროებებზე უნდა ფიქრობდნენ და ზრუნავდნენ.